საკალათბურთო სუპერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ოლიმპმა მოქმედი ჩემპიონი დინამოს დამარცხება მოახერხა. ია კაზანჯიანის გუნდმა პირველი ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი 6 ქულით გაქცევაც მოახერხა. თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო და საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობით 67-55 დამარცხდა. ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გამოდის წელს თითქმის ყველა გუნდი თანაბარი ძალის არის და ყველა თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რომ პლეი-ოფში მოხვდე. ამიტომ ყველა თამაშს ისე ვეკიდებით რომ გადამწყვეტი არის ჩვენი წლევანდელი შედეგისთვის. დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა რუსთავმა. აუთსაიდერ აკადემიასთან შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა რუსთავის მძიმე ფორვარდმა ნიკოლა გაჩეშამ დააგროვა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კაი ტურპინი და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპორტსმენი, უკანახაზელი გიორგი გამყრელიძე. ტურპინმა 24 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო გამყრელიძემ 18 ქულა და 10 პასი მიითვალა. აკადემიას შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უკანახაზელი დიანდრე მესის ანგარიშზე 21 ქულაა, 14 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა აკადემიას კიდევ ერთი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი ბელარუსი ვლადიმერ კრისევიჩი. დაძაბული ბრძოლა იყო თავიდან, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდია აკადემია და ისევ გამოცდილებით ვფიქრობ მოვიგეთ, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რომ სულ 100% ფორმაში არის რუსთავის გუნდი, მაგრამ ნელ-ნელა ვიხვეწებით და შემდეგი თამაშის აუცილებლად უნდა მოვემზადოთ კარგად. ოლიმპი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი წლევანდელ წელს ჩემპიონატში სუპერლიგაში და იმედი მაქვს რომ რუსთავი ჩვენ თამაშს ვითამაშებ დაცვიდან და რა თქმა უნდა გამარჯვება დარჩება რუსთავს. ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემპიონატის ლიდერ სოხუმისა და მგზავრების დაპირისპირება. ვაჟა კვარაცხელიას გუნდი როგორც ჩანს თავიდანვე ვერ განეწყო აუთსაიდერებთან სათამაშოდ, რაც სუპერლიგის ლიდერობის დათმობად დაუჯდა. მგზავრებმა პირველი ტაიმი 10 ქულით 44-34 მოიგეს. სოხუმმა კი გამოფხიზლება და კარგი თამაშის ჩვენება მხოლოდ მესამე-მეოთხედში მოახერხა, როდესაც მეტოქეს 30-13 მოუგო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ 92-88 მგზავრების სასარგებლოდ. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებითა და 1 მარცხით ბათუმი ლიდერობს.